საბოლოო ჯამში ნატოს წევრობას რაც ეხება, აი ახლა რაც თქვით, ზუსტად ეს მიდგომა მაქვს მეც ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ცუდია გაცხადებულად ჩაწერა იმისი, რომ უკრაინა არ გახდება ნატოს წევრი და რაღაც ფორმით თქვათ ნატოზე დაბრალება იმისი, რომ რუსეთს იმპერიალისტური ძრახობები აქვს და რეალურად თურმე ეს ნატოს ბრალი ყოფილა, მაგრამ საბოლოო ჯამში უკრაინისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის ბოლოს დარჩეს ისეთი მყარი უსაფრთხოების გარანტიებით, რომელიც რუსეთს არ მისცემს საშუალებას, რომ იმეროს ის აგრესია, რაც მან უკვე სრულმასშტაბიანად 2022-ში წამოიწყო. შესაბამისად, რომც მოხდეს ამ ეტაპზე უარის თქმა უკრაინის ნატოში წევრობაზე, თუ მივიღებთ რეალობას, სადაც უკრაინაში დგას ევროპული ჯარი, რომელსაც ზურგს უმაგრებს ამერიკის ავიაცია და ამერიკის უსაფრთხოების გარანტია, ამ შემთხვევაში მიღწეულია შედეგი, მაშინ როცა ის ამ ეტაპზე შეიძლება ვერ აღდგეს დე-ფაქტო კონტროლი იმ ტერიტორიებზე, რაც უკრაინას რაც რუსეთს აქვს მიტაცებული, მაგრამ ნარჩუნდება მყარი უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მიღმაც არის, ხო? ანუ ეს არ უნდა იყოს სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ან მისი პრეზიდენტობის პერიოდში ჩამოიშლება, ან მალე მას შემდეგ. ამიტომ ამ თელ ამ პროცესში, ამ აღიარების საკითხის სენსიტიურობის მიღმა არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიები და რა ფორმის უსაფრთხოების გარანტიები ჩაიდება ამ პროცესში. იმიტომ რომ როცა ვთქვით, რომ უკრაინას არ აქვს ლავირების საშუალებაო, ანუ მანდაც არის რაღაც მოცემულობების ერთობლიობა, რის საფუძველზეც უკრაინას უღირს, რომ ამ პირობებს დათანხმდეს. იმიტომ რომ თუ სთავაზობთ ტოტალურად კაპიტულანტურ შეთანხმებას, სადაც ამ ტერიტორიებიც უნდა აღიაროს, ასევე ჯარიც უნდა შეზღუდოს თავისი, ევროპასთან არ უნდა ითანამშრომლოს, არც ევროპის ჯარი ჩადგეს მის ქვეყანაში და აბსოლუტურად ღია დარჩეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რა ინტერესი აქვს მას, რომ ამაზე თავისინებით ხელი მოაწეროს, ხო? ამიტომ საჭიროა თუ ეს შეთანხმება შედგება, იქ იქნება ამ ხარჯ-სარგებლის გაანალიზების ფორმით უკრაინისთვის სარგებელი მეტი, ვიდრე ის დანახარჯი, რასაც ამ შემთხვევაში გაიღებს. რა თქმა უნდა, იქნება მტკივნეული თემებიც და მოუწევს სამწუხაროდ გარკვეულ დათმობებზე წასვლა, მაგრამ შედეგი უნდა იყოს იმაზე ბევრად უკეთესი, ვიდრე ის პირვანდელი დრაფტი, სამუშაო ვერსია, რაც ვიხილეთ პირობების მიხედვით. და ხო, ნატოს თემაზეც, ამიტომ არ უნდა კი ცუდია, მაგრამ არ უნდა აღვიქვათ კატასტროფად იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მიეცა. ალტერნატივა კი, ამ შემთხვევაში ეს არის, რომ ამერიკის ჩართულობა იქნება აუცილებელი და როცა ამერიკის გასვლაზე ვსაუბრობთ და რას გულისხმობს ამერიკის გასვლა, ხო? ეს აქედან დამუქრება ამ შეთანხმებიდან გასვლის მოლაპარაკებებიდან გასვლის სერიოზულად უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ ტრამპზე ერთი რაც შეგვიძლია დანამდვილებით თქვათ, რომ კი აზრს ხშირად იცვლის, მაგრამ თუ ამბობს რაღაცას ხშირად აკეთებს ხოლმე, ასე რომ თუ დაიმუქრა ხო, შეუძლია რომ ეს განახორციელოს, მაგრამ ამ გასვლასაც აქვს სხვადასხვა ფორმა. ამ პროცესის ფარგლებში არის რეალობა, მაშინ როცა ბრაზდება პუტინზე და მის ურჩობაზე და მის ამ არასერიოზულ დამოკიდებულებაზე პროცესის მიმართ და გადის, შლის მოლაპარაკებებს, მაგრამ რჩება სამხედრო მხარდაჭერა უკრაინას და რჩება ის კავშირები და თანამშრომლობა, რაც აქვს და არის რეალობა, როგორიც ვიხილეთ იმ ესკალაციის პირობებში, რაც ცეცხლში მოხდა, მაშინ როცა დროებით დაუპაუზეს სამხედრო შეთანხმება. ეს ძალიან ცუდი ალტერნატივა იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი არ უნდა დავინახოთ ეს პროცესი ისე, რომ მეორე დღეს უკრაინაში იშლება ფრონტის ხაზი. ბევრად უფრო რთულდება იმ მიზნების მიღწევა, რაც მას აქვს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს არ უნდა შევაფასოთ, როგორც რაღაცა 24 საათში ამ ქვეყნის ჩამოსვლა. უბრალოდ ევროპელებს მოუწევთ ალბათ გაცილებით მეტი ტვირთის აღება თავის თავზე, ხო? კი, რისთვისაც ამ ეტაპზე მზად არ არიან საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ის სამხედრო მხარდაჭერა, რაც ამერიკას ეხლა უკრაინისთვის აქვს მისცემული, რასაც აწოდებს, არის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო და ამას ევროპა ვერ ანაცვლებს. ამ ეტაპზე ჩაუნაცვლებელი. ხო, ეს იცის რუსეთმა და ამიტომ ხედავს, რომ მაშინ როცა ამერიკა ჩქარობს შეთანხმების შესრულებას, ხედავს, რომ ამ შეთანხმებაზე დათანხმება ევროპას არ ენდომებოდა მას, რომ ძალა ჰქონდეს თავისი რესურსით ჩაანაცვლოს ამერიკა და ამიტომ შეიძლება გამოიჩინოს ახლა მოქნილება, რომ რაღაც პირობებზე დათანხმდეს, იმისთვის, რომ თუ რასაც მისცემენ ის ჩაიჯიბოს და მერე ნახოს რა შეიძლება კიდევ. ამ ფონზე